საწყობი. იმისათვის, რომ გადავიდეთ პროგრამის ამ განყოფილებაში, საჭიროა პროგრამის მარცხენა ზედა კუთხეში ღილაკზე ოპერაციები დაკლიკებით, ჩამოშლილ ველში ავირჩიოთ შესაბამისი ღილაკი, ანუ საწყობი, დავაკლიკოთ მასზე და გადავიდეთ საწყობის განყოფილებაში. ეს განყოფილება გამოიყენება იმისათვის, რათა მოვახდინოთ ჩვენ გაკონტროლება საწყობში არსებული ნაშთებისა და სავაჭრო ობიექტში არსებული ნაშთების ცალ-ცალკე, ანუ პრაქტიკულად ხმარობენ იმ შემთხვევაში, თუ გამოყოფილი არის ორივე მათგანი და ნაშთები ითვლება საწყობში ცალკე, ხოლო მაღაზიაში ცალკე. მათ შორის ესე იგი ხდება პროდუქტების გადაადგილება შიდა ზედნადებების საფუძველზე, როგორც საწყობიდან მაღაზიაში, ასევე მაღაზიიდან საწყობში. გავეცნოთ თვითონ შესაძლებლობებს, თუ რა ფუნქცია და რა ველი რას წარმოადგენს. ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს ზედნადების ამოღების ველი. აქ შეგვიძლია მივთითოთ ჩვენ ზედნადების ნომერი, რის შემდგომაც კლავიატურაზე ღილაკზე ენტერი დაკლიკებით მოხდება ამ ზედნადებში შემავალი პროდუქტების ინფორმაციის ამოღება პროდუქტების მოძრაობის განყოფილებაში. აისახება თითოეულ პროდუქტზე რაოდენობა მაღაზიაში, რაოდენობა საწყობში და საწყობიდან მაღაზიაში ავტომატურად გაიწერება ის რაოდენობა, რაც მიღებული გვაქვს ჩვენ ბოლო, ანუ ამ ზედნადების ნომრის ქვეშ. იმდენი ცალი. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ მოვახდინოთ მასზე დათანხმება, ანუ ღილაკზე შესრულება დამოწმებით სრულად გადავიტანოთ ამ ზედნადებში არსებული რაოდენობები, ან ღილაკზე ჩასწორება დაკლიკებით მოვახდინოთ შეცვლა რაოდენობის გავანახევროთ, ან ჩვენთვის საჭირო რაოდენობა მივუთითოთ და მხოლოდ ის გადავიტანოთ საწყობიდან მაღაზიაში. შემდეგ საძიებო ველი ეს არის პროდუქტის სახელით ძებნა, ანუ ამ ველის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ პროდუქტი დასახელებით, როგორც ხედავთ, ქვედა ჩამონათვალში, მის ქვემოთ არსებობს ჩამონათვალი, რომელშიც ასახულია ყველა ის პროდუქტი დასახელებით, მათი ნაშთებით, როგორც მაღაზიაში, ასევე საწყობში, რომელიც ჩვენ გვაქვს პროდუქციის ბაზაში. თუ გვინდა ჩვენ აქედან სახელით მოვძებნოთ კონკრეტულად რაიმე პროდუქტი, მაშინ პროდუქტის სახელით ძებნაში ვწერთ შესაბამის ასოების თანმიმდევრობას ან ტექსტს და ხდება ფილტრაცია მხოლოდ ამ თანმიმდევრობის შემცველი ასოების ან სიტყვის შემცველი პროდუქტის ამოღება. გვაქვს ქვედა ძირითადი მუშა პანელი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია პირდაპირ შტრიქ-კოდის ველში დასკანერებით ან ხელით ჩაწერით მოვახდინოთ ჩვენთვის საჭირო პროდუქტის ინფორმაციის ამოღება, ვნახოთ მისი რაოდენობა მაღაზიაში, საწყობში და მხოლოდ ამის შემდეგ გავწეროთ ის ფუნქცია, თუ რის განხორციელებაც გვინდა, ანუ საწყობიდან მაღაზიაში გსურს რაოდენობის გადატანოთ მაღაზიიდან საწყობში, ამის შემდგომ უთითებთ რაოდენობას, რამდენი ცალიც არის გადასატანი და ღილაკზე ენტერი ან ღილაკზე ენტერით დამოწმებით გადაგვაქვს მონაცემთა ჩამონათვალში, ანუ ამ ველში. გვაქვს მე ავტორიზაციების განყოფილება, სადაც ასახულია უკვე დამოწმებული გადაადგილებები თარიღისა და დროის მიხედვით, აგრეთვე არაავტორიზირებული განყოფილება, სადაც ჩანს მხოლოდ ოპერატორის მიერ განხორციელებული მესაწყობის მიერ განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ჯერ არ არის დამოწმებული ოპერატორის ან მენეჯერის მიერ. ამის შემდგომ არის ავტორიზაციის განყოფილება, სწორედ ამ ღილაკის საშუალებით ხდება ამ ჩამონათვალიდან საჭირო ოპერაციის დამოწმება. შეგვიძლია ის ოპერაციები, რომელიც თქვათ არ მოგვეწონა ან არ არის მართებული, მოვახდინოთ ამ ოპერაციების ამოშლა არაავტორიზირებულების წაშლის ღილაკის საშუალებით და აგრეთვე თქვათ, თუ ჩვენ არ გსურს საერთოდ რომ ცალკე ვაკონტროლოთ საწყობი და ცალკე მაღაზია და ნაშთები ავტომატურად სრულად გადადიოდეს მაღაზიაში, ეს როგორც ვიცით, პირდაპირ მიღებიდანაც შეგვიძლია, მაგრამ თქვათ, გვაქვს უკვე მიღებული საწყობში, მაშინ შეგვიძლია ყველა პროდუქტის გადატანა მაღაზიაში ღილაკზე დაკლიკებით მოვახდინოთ მათი სრული გადატანა საწყობიდან მაღაზიის ნაშთებზე. განვიხილოთ ახლა დეტალურად, ანუ თქვათ ჩვენ გსურს რომ მოვახდინოთ პროდუქციის გადატანა ზედნადების მიხედვით. ამისთვის საჭიროა ზედნადების ამოღების გრაფაში ჩავწეროთ ჩვენთვის სასურველი ზედნადების ნომერი.
შემდგომ ღილაკზე Enter დაკლიკებით ვახდენთ ამ ზედნადების გამოძახებას, როგორც ხედავთ, გამოვიდა სამი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კონკრეტულად ამ ზედნადებით იყო მიღებული. პროგრამა გვაჩვენებს, რომ თითოეულ მათგანზე რა რაოდენობაა გაწერილი როგორც მაღაზიაში, ასევე საწყობში, ანუ რამდენი ცალი გვიდევს ეს პროდუქტი მაღაზიაში და რამდენი ცალი დევს საწყობში. აგრეთვე გვაძლევს რეკომენდაციას მოვახდინოთ ბოლო ზედნადებით მიღებული რაოდენობების, ანუ ამ სასქონლო ზედნადებით მიღებული რაოდენობების, ვთქვათ, ავტომატურად სრული გადატანა საწყობში. ამისთვის პირდაპირ ღილაკზე შესრულება, დაკლიკებით შეგვიძლია ჩვენ ეს ოპერაცია დავამოწმოთ და შემდეგ ავტორიზაციებით დავამთავროთ. მაგრამ თუ ჩვენ გსურს აქედან ნაწილობრივი გადატანა, ამისთვის საჭიროა დავდგეთ საწყობიდან მაღაზიაში, ჩამონათვალში, პროდუქტების მიხედვით რაოდენობებზე, გაუწეროთ ის რაოდენობა, რის გადატანაც მაგალითად ჩვენ გვინდა, მაგალითად აქედან გვინდა 35 წლის გადატანა, დავაძლევთ ჩასწორება, ხედავთ ჩასწორდა, აქედან გსურს 33 წლის გადატანა, ჩასწორება და აქედან გსურს 35 წლის გადატანა და ჩასწორება. ყოველივე ამის შემდგომ ღილაკზე შესრულება დაკლიკებით ვასრულებთ ამ ოპერაციას და აღნიშნული გადაადგილება გადაგვაქვს არაავტორიზირებულ ოპერაციებში. იმისათვის რომ ეს ოპერაცია საბოლოო ჯამში დასრულდეს, საჭიროა ოპერატორის ან მენეჯერის მიერ ეს არაავტორიზირებული ოპერაციები დამოწმდეს. ამისათვის უნდა ჩამონათვალიდან ავირჩიოთ კონკრეტულად ერთ-ერთი მათგანი, ან ეხლა რაც განვახორციელეთ და ღილაკზე ავტორიზაცია დაკლიკებით დავამოწმოთ იგი. ეს ავტორიზირებული ოპერაცია ჩაჯდა უკვე ჩამონათვალში და შესაბამისად ეს რაოდენობაც გადატანილი არის უკვე ამ პროდუქციის მაღაზიაში. თუ ჩვენ გსურს პროდუქტის მაგალითად სახელით მოძებნა, მაგალითად მე მაინტერესებს ისევ აქედან ამოღებული ინფორმაცია, ტექსუნი. ამისათვის საჭიროა ჩავწეროთ სიტყვა ტექსუნი, მოიფილტრა ტექსუნის შემცველი სამი პროდუქტი, ვირჩევ აქედან შესაბამის, ანუ რისი გადაადგილებაც მსურს, როგორც ხედავთ, აქვე უკვე ასახულია რაოდენობები მაღაზიაში და რაოდენობები საწყობში. მაგალითად გვაინტერესებს აი ეს პროდუქტი 4 კილოგრამიანი, ვაკლიკებთ მასზე. ამის შემდგომ დაკლიკებით მისი ინფორმაცია ისახება ქვედა ველში ავტომატურად, ჩაჯდა შტრიქ კოდი, დასახელება, ნაშთი მაღაზიაში და ნაშთი საწყობში. თუ ჩვენ გსურს საწყობიდან მაღაზიაში გადატანა, მაშინ ჩართული ავტომატურად არის პირველი ველი. თუ ჩვენ გვინდა პირიქით მაღაზიიდან საწყობში გადმოტანა, ამ შემთხვევაში ვრთავთ მაღაზიიდან საწყობში, იგივენაირად არის საწყობიდან მაღაზიაში და უბრალოდ უთითებთ იმ რაოდენობას, რისი გადმოადგილებაც არის საჭირო. მაგალითად 22 წელი. და ღილაკზე Enter დაკლიკებით ვამატებთ მონაცემთა ბაზაში. ანუ ეხლა აქ როგორც ხედავთ, მოგვაწოდა პროგრამამ ინფორმაცია, რომ ესეთი პროდუქტი უკვე არის. პროდუქტი 4 კილოგრამიანი უკვე არის არსებულ ჩამონათვალში. ვაწვევით ღილაკს გასაგები, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ გამოძახებული გვაქვს კვლავ ზედნადები. ამისათვის საჭიროა ჯერ ამოვშალოთ ეს ძველი ინფორმაცია. ამის შემდგომ დავამატოთ ეს პროდუქტი მაღაზიიდან საწყობში, ვთქვათ 22 წელი, Enter დაემატა და ღილაკზე შესრულება დაკლიკებით, შემდგომ დავასრულოთ თვითონ ეს ოპერაცია. სასურველია თამაშლება აქ ზედნადების ნომერიც, მაგალითად ავირჩიოთ საერთო სხვა პროდუქტი და გადადის იგივენაირად. თუ ჩვენ გვინდა პირდაპირ მოვახდინოთ პროდუქტების არა სახელით ან ზედნადებით, არამედ შტრიქ კოდით დამატება, ამისათვის საჭიროა უბრალოდ ამ შტრიქ კოდის ველში მოვახდინოთ შტრიხის ჩასკანერება, ვაკლიკებთ მასზე. გვაძლევს რაოდენობას, მაღაზიაში რამდენი ძალია და საწყობში რამდენია. უთითებთ შესაბამის რაოდენობას, რისი გადატანაც გსურს, მაგალითად 22 წელი. პროდუქტის რაოდენობა 22, არ შეიძლება აღემატებოდეს ლიმიტს -5. ანუ ჩვენ ჩართული ქონდა საწყობიდან მაღაზიაში, მე გავუწერე 22. შესაბამისად, შემოთხოვინა პროგრამამ, რომ 22 წელს ვერ გადაიტანს, ვინაიდან რეალურად საწყობში არის 5 წელი. გასაგებია ვაწვევით და შესაბამისად გადაგვაქვს 5 წელი. შემდგომში ვაწვევით ღილაკს Enter-ი და ვამატებთ აღნიშნულ პროდუქტს ჩამონათვალში. რის შემდგომაც უკვე შეგიძლიათ დაამოწმოთ ღილაკზე შესრულება დაკლიკებით და გაატაროთ ეს ოპერაცია
ავტორიზაციაზე საბოლოო დამოწმებით. იმისათვის რომ ყველა პროდუქტი გადავიტანოთ ჩვენ საწყობიდან მაღაზიაში, ამისათვის პირდაპირ ღილაკზე ყველა პროდუქტის გადატანა მაღაზიაში დაკლიკებით, ვასრულებთ ამ ოპერაციას. გვეკითხება გთხოვ დაადასტუროთ გსურთ თუ არა ყველა პროდუქტის საწყობიდან მაღაზიაში გადატანა, ვეუბნებით კი და შესაბამისად სრული რაოდენობა პროდუქტებისა გადავიდა უკვე საწყობიდან მაღაზიაში. მაგალითად თუ ისევ მოვძებნით ჩვენ ტექსუნი, როგორც ხედავთ, საწყობში რაოდენობები არის უკვე 0, მაგრამ მაღაზიაში უკვე აისახეთ ჯამური სრული ინფორმაცია. სულ ეს არის, რაც შეიძლება ითქვას, საწყობის ფუნქციების შესახებ.